გამარჯობა, მოგესალმებით ყველას. მე ვარ ბექა პატურაშვილი, ეს არის Redline-ი. დიდი მადლობა პირველ რიგში რომ მიყურებთ. დავიწყოთ ისტორიული კადრები გვაქვს, ასეთი რამ არ გვინახავს, ასეთი რამ არ მომხდარა მსოფლიო ისტორიაში, არც ერთ თანამედროვე ომში. ამას აკეთებს უკრაინის შეერაღებული ძალები, რომელმაც მიგვაჩვია, რომ ერთი შეხედვით დაუჯერებელი ამბები უნდა ჩვეულებრივ ამბად მივიღოთ. ამას აკეთებს უკრაინის შეერაღებული ძალები, რომელმაც გვაჩვენა და ყოველდღე გვაჩვენებს, რომ თანამედროვე ომი ახლა არის აბსოლუტურად სხვა სიბრტყეში, სულ სხვა ტიპის ტექნოლოგიური გარღვევების ფონზე მიმდინარეობს და ამ ტექნოლოგიური გარღვევების მთავარი შემოქმედი სწორედ არის უკრაინის სამხედრო ინდუსტრია, მათ შეერაღებული ძალები. ერთია შექმნა, რამ მეორეა გამოიყენო და აი ეს ამ ორის კომბინაციას იდეალურად ახერხებს უკრაინის შეერაღებული ძალები და მათი სამხედრო ინდუსტრია. ამის ამსახველი და ამის დამადასტურებელი არის სწორედ ეს კადრები, რომელსაც ახლა თქვენ უყურებთ. ახსნათ რა ხდება აქ, გასაგებია ისედაც თვალსაჩინოა, მაგრამ მაინც ორი აპარატი მონაწილეობს, ორივე უპილოტო, ერთი არის წყალზედა დრონი, რომელსაც გადაყავს მეორე აპარატი, რობოტი, სახმელეთო რობოტი, რომელზეც განთავსებული არის მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევი, როგორც ხედავთ, არის კიდევ სხვა ტიპის იარაღები, მასზე დამონტაჟებული, ინტეგრირებული არის დამოუკიდებელი საკომუნიკაციო არხები, სიგნალის ჩამხშობები, ბევრი ტექნოლოგიური სიახლის რაღაც ერთობლიობა გვაქვს, ერთგვარი ბუკეტი და მას შემდეგ რაც გადაიყვანა ამ წყალზედა დრონმა ეს სახმელეთო აპარატი, უკვე ის პირდაპირ ერთვება საბრძოლო მოქმედებებში და იწყებს მტრის პოზიციების დამუშავებას. სხვათა შორის აი ამ კადრებს რომ ვუყურე პირველად მაშინვე გამახსენდა მიხეილ ფედოროვის სიტყვები, რომელმაც ორიოდე კვირის წინ დაანონსა, რომ რაღაც ახალი ტექნოლოგიური სიახლე გამოვა დღის სინათლეზე, ეს იქნება გარდამტეხი, ეს იქნება რაღაც ახალი ფურცელი ამ ომის მიმდინარეობისას. ამის შემდეგ მათ შორის ჩემ კოლეგებთან ერთად მსჯელობდი, კრატიისთან მუჯირთან ერთად, მათ შორის ჩვენ მეორე პროექტი რომ გვაქვს ბოლო სიტყვა იქ და ფიქრობდით რომ მაგალითად ბალისტიკის მიმართულებით, მაგალითად საფრენი აპარატების მიმართულებით, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, არ ვიცი, თუ რამე კიდევ უფრო დიდი სიურპრიზი არ აქვს ფედოროვს დაგეგმილი. აი ამაზე იყო დიდი ალბათობით საუბარი. მეორე აქ მნიშვნელოვანია, რასაც ხაზი უნდა გაუსვათ, ის რომ ეს არ არის დიდი ალბათობით რაღაც ერთი მცდელობა, მხოლოდ გასაგებია რომ ეს არის, პირველი მცდელობა და წარმატებული მცდელობა, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ ამას კიდევ რაღაცა მსგავსი ოპერაციების შესაძლოა უფრო მეტად მასშტაბურიც კი მოყვეს. მთავარი პრინციპი კი ის არის, რომ ამ შემთხვევაში არ არის პირადი შემადგენლობის რისკი, არ არის ცოცხალი ძალის დაკარგვის რისკი, ეს არის ძალიან რთული და კომპლექსური ოპერაცია, რომელსაც ძალიან მარტივად და უსისხლოდ, რაც მთავარია, უდანაკარგოდ ასრულებენ უპილოტო სისტემები და ნახოთ აბა როგორ წავა აქ საქმე და რამდენად გახშირდება მსგავსი პრეცედენტები. ახლა კი მოდით ვნახოთ რუკაზე სად ვართ, სად მოხდა ეს ამბავი, ეს არის Mayakovsk Analytics-ის რუკა და შესაბამისი მონიშნებით აქ განსაზღვრული არის ყველა ესე საჯარო წყაროებში დაფიქსირებული ამბავი, მათ შორის უკვე აისახა ამ რუკაზე ეს ჩემი მიერ ხსენებული ოპერაცია სად ვართ. ეს არის ხერსონი, ოკუპირებული ტერიტორიის უკიდურესი სამხრეთ-დასავლეთი სექტორი, ასე ვთქვათ, ეს არის კიმბურნის კონცხი, კიმბურნის შვერილი, ასეც უწოდებენ ხოლმე. მიკოლაევის სამხრეთია და ოდესიდან აღმოსავლეთით მდებარეობს ხერსონის ტერიტორიაზე და პატარა პრეისტორიაც აქვს ამ ამბავს. ვინც ადევნებთ თვალს მოვლენებს, ვინც მაგალითად ჩემ არხსაც უყურებთ ხოლმე და ვიცი რომ ასეთები ბევრი ხართ, გემახსოვრებათ რომ ჩვენ საუბრობდით კიმბურნის პოზიციების დაკარგვაზე რუსეთის საოკუპაციო ჯარის მხრიდან. კერძოდ იმაზე, რომ მარტივად ლოჯისტიკის პრობლემების გამო, იმის გამო, რომ ვერ მიეწოდებათ შეიარაღება, ვერ მიეწოდებოდათ უბრალოდ ვერც შეიარაღება და ვერც ელემენტარულად საკვები და სხვა საჭიროებები, მათ მოუწიათ საბოლოოდ დაეთმოთ პოზიციები სწორედ აი ამ ზონაში, სწორედ კიმბურნის კონცხზე და შესაბამისად გასაგებია, ხო, რომ ამას აუთვისებელ სივრცეს არავინ არ დატოვებდა. ამავდროულად, სწორედ ამ ფონზე, რომ რუსების არმიას უწევდა უკან დახევა, ბევრი ვერსიები წამოვიდა, რა მოხდებოდა შემდეგ, როგორ უპასუხებდა ამ ამბავს უკრაინის შეერაღებული ძალები, მათ შორის განიხილებოდა
დესანტირება, ცოცხალი ძალის გადასხმა, მაგრამ ვერავის ვერ წარმოედგინა ალბათ რომ დესანტირების პირველი ნაბიჯები გადაითქმებოდა ასეთი უპილოტო აპარატების გამოყენებით. ეს ყველაფერი ცხადია კავშირში არის იმ პროცესთან, რომელიც ეხება ლოჯისტიკის ლოკდაუნს. ეს ყველაფერი კავშირში აქვს სტრატეგიული გზების სიღრმეში დაბომბვასთან, რაზეც ძალიან ხშირად ვსაუბრობთ, 100-150 კილომეტრის სიღრმეში იბომბება რუსეთის ლოჯისტიკა, მათი მომარაგება, მათი საწვავმზიდები, სამხედრო ტვირთები, ასევე ყირიმის იზოლაციის შესახებ მოგეხსენებათ და ამ ვიდეოშიც მექნება ნაწილობრივ ამაზე საუბარი და ეს ყველაფერი ცხადია პირველივე დღეებიდან, როდესაც ეს კამპანია დაიწყო, მეც და ყველა ვინც ამ პროცესებს აკვირდება და მათ შორის აშუქებს, ამბობდა იმას, რომ ეს აუცილებლად უნდა აისახოს ფრონტის ხაზზე. სხვანაირად გამორიცხულია, ამას ეს არის მთავარი მიზანი, სწორედ რომ რუსეთის შეტევითი პოტენციალი შესუსტდეს და საბოლოოდ მათ ლოჯისტიკის პრობლემების გამო მოუწიოთ უკან დახევაც და აი ამ პროცესის შედეგი არის სწორედ ის, რომ როგორც ჩანს ეს პირველი მცდელობა არ იქნება საბოლოო და დიდი ალბათობით კვლავ იქნება რაღაცა სხვა ტიპის ოპერაციები კიმბურნის მიმართულებით და შემდეგ უკვე მთლიანად ალბათ ხერსონის მიმართულებაზე. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენ რომ ხერსონის გარდა ზაპოროჟიეს მიმართულებით, ანუ სამხრეთ მიმართულებაზე ფრონტის ძალიან აქტიურად მიმდინარეობს უკრაინელების ტაქტიკური კონტრშეტევები. აი აქ მაგალითად ჩვენ გვაქვს გარკვეული სიახლეები იმის შესახებ, რომ კამინსკის მიმართულებაზე აქტიურდება უკრაინელების წინსვლა, პლავნი მათ უკვე დაიკავეს, ნაცრისფერი მონიშნა არის ამ შემთხვევაში, მაგრამ ძირითადად აქ ამ დასახლებულ პუნქტს უკრაინელები უკვე ფარავენ, ასე ვთქვათ და გარდა ამისა აღმოსავლეთიდან მიმდინარეობს მეორე შეტევის მიმართულება იმისთვის, რომ კამინსკის ზე კონტროლი დაამყაროს უკრაინის შეერაღებულმა ძალებმა და აი აქ არის ახლა გარკვეული ნიუსები იმის შესახებ, რომ პლავნის ოდნავ აღმოსავლეთით კიდევ უფრო გააფართოვეს აი ეს ნაცრისფერი ზონა, მანამდე უფრო სხვა ტიპის სურათი გქონდა აქ, თუ არ ვცდები აქ შემდეგ ნიუსში უნდა მქონდეს ეს ამბავი. კი ბატონო, აი აქ არის ზუსტად ამაზე საუბარი, სხვა წყაროა ამ შემთხვევაში, მაგრამ დაახლოებით იგივე სურათს ადასტურებს აი ეს მონიშნა პლავნისთან, სწორედ რაც აი აქ რუკაზეც შესაბამისად არის ასახული მაიაკოვსკის ანალიტიქსის მიერ. ცოტა ხანი რუკები გვერდზე გადავდოთ და გავაგრძელოთ, მინდა გითხრათ, რომ ამ შემთხვევაში ამ კონკრეტულ ეპიზოდში სხვა მნიშვნელოვან სიახლეებზეც მექნება საუბარი, რაც ეხება შორ დისტანციაზე დარტყმებს, რუსეთის ენერგეტიკული სექტორის განადგურებას, მათი ნავთობ ობიექტების განადგურებას და 1000-ზე მეტ კილომეტრის დაშორებაზე კიდევ გვაქვს გარკვეული სიახლეები გასული 24 საათის განმავლობაში, გასული 48 საათის განმავლობაში, ასე გვაქვს ჩვენ სიახლეები, რომელზეც ამ ვიდეოში მექნება საუბარი, რომელიც ეხება უკვე საზღვაო ფლოტის კოლაფსს, რასაც წინა შემთხვევებში ვახსენებდი ხოლმე ხშირად, წინა ვიდეოებში ეგრეთ წოდებული ჩრდილოვანი ფლოტის განადგურებას ნაბიჯ განაგრძობს უკრაინის შეერაღებული ძალები და 100-ზე მეტი ასეთი ხომალდი აქვთ უკვე განადგურებული, მათ შორის უმრავლესობა არის ნავთობ ტანკერები. საუბარი მექნება კიდევ უახლეს ამბავზე, რომელიც ეხება რუსული სამხედრო ხომალდის განადგურებასაც და არა მხოლოდ. ხო, ასევე არ უნდა გამომჩეს თავად რუსეთის მოქალაქეების რეაქციები, ძალიან საინტერესო და სიმპტომური განცხადებები სულ უფრო და უფრო ხშირად ისმის რუსეთის მთელ ტერიტორიაზე შექმნილი საწვავის კრიზისიდან გამომდინარე. ასე რომ დარჩით ბოლომდე, მე ვეცდები რომ მაქსიმალურად სწრაფად გავიარო ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, იმედია საინტერესო იქნება თქვენთვის. დაალაიქეთ ვიდეო თუ არ გაქვთ ამ დრომდე დაალაიქებული, ახლავე შეგიძლიათ ამ წამსვე ეს რომ გააკეთოთ, ასევე დატოვეთ კომენტარებში თქვენი მოსაზრებები, რას ფიქრობთ ამა თუ იმ თემაზე და თუ უფრო მეტის გაკეთება გსურთ და უფრო მეტი ჩართულობა გსურთ, უფრო მეტი მონაწილეობა გსურთ ამ არხის და ამ კონტენტის განვითარებისთვის, ამ შემთხვევაში ჩაერთეთ დონაციაში, ყველა საჭირო ინფორმაცია მოცემული არის ვიდეოს აღწერაში, აქვე დიდი მადლობა ყველას, ვინც არის ჩართული დონაციაში. გავაგრძელებ ახლა წავედით შორ დისტანციაზე დარტყმებზე და ნავთობ სექტორზე, რომელიც იწვის მთელი რუსეთის ტერიტორიაზე, ამ მხრივ არ გვიკვირს აღარც რეკორდები. ამ შემთხვევაში ორი მნიშვნელოვანი დარტყმა განხორციელდა ბოლო 24 საათის განმავლობაში. ერთი ეს არის 1300 კილომეტრი რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან, ბაშკორტოსტანი, ბაშკირეთი, რა ვიცი, ასეც უწოდებენ ხოლმე, 1300 კილომეტრი, როგორც თქვი, ადგილობრივი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც უმნიშვნელოვანესი ობიექტია, ცოტა ხანში უფრო
რომელც გეტყვით მისი წარმოების მოცულობის შესახებ, ასევე მეორე მნიშვნელოვანი ობიექტი მორიგჯერზე AFIPS-კი გახდა უკრაინელების სამიზნე და ადგილობრივ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასაც დაარტყეს. გარდა ამისა, ამ ნიუსში კონკრეტულად საუბარი არის ჩრდილოვანი ფლოტის თემაზე, რასაც ცალკე შევეხები, როდესაც მადიარის ბრიგადის კოლაშს შემოგთავაზებთ. ეს პოსტი თავად უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ არის გავრცელებული, რომელიც ასახავს დარტყმებს როგორც AFIPS-ის, ასევე ბაშკირეთის ტერიტორიაზე. ნახოთ ეს კადრები. ალბათ ჩემი მაყურებელი ცნობს უკვე, ხო? ესენი არის FP1 და FP2-ის ტიპის დრონები. აქ ამ შემთხვევაში ერთი მომენტი იყო ნაჩვენები ჩრდილოვანი ფლოტის დაბომბვის და მაგ ვიდეოს კიდევ დაუბრუნდები. აი ეს არის ბაშკირეთის ტერიტორია. ნახეთ რამხელა ხანძარია და რამხელა ამბავია ზოგადად. ხო, გავგრძელოთ შემდეგი კადრები, აქ რა გვაქვს? ესაც არის ბაშკირეთი და სალავატის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც ეკუთვნის გაზპრომს. მისი წარმოების მოცულობა კი გახლავთ 10 მილიონი ტონა წელიწადში. დაახლოებით 10 მილიონი ტონა წელიწადში. აქ იწარმოება სხვადასხვა ტიპის ნავთობპროდუქტები, მათ შორის ბენზინის, დიზელის გარდა საავიაციო ნავთი და მაზუთი და ასე შემდეგ. მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანი ნავთობობიექტი რუსეთის ტერიტორიაზე მორიგი და დიდი ზარალი, რომელიც ბევრ რამეში გამოიხატება, აი მაგ შედეგებზეც გზადაგზა აუცილებლად ვისაუბრებ. ესაც ასევე სალავატის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ფოტოები არის შორი დისტანციიდან გადაღებული და არაჩვეულებრივად აღიქმება, რომ აქ მართლაც სერიოზული ზარალი არის. აქ კი უკვე გვაქვს სატელიტური ფოტოები, ორი ძირითადი ლოკაცია, სადაც ფიქსირდება ხანძრის კერები, აი ამ კადრშიც ჩანს განსხვავება ხომ, რომ დავაკვირდეთ, ანუ ორი დიდი ხანძრის კერა არის, ამ წერტილზეა ამ შემთხვევაში საუბარი, წითელი ხაზით რაც არის გავლებული და მონიშნული და ამ შემთხვევაში ამ წერტილზე არის საუბარი. ასევე აუცილებლად უნდა ვთქვათ კონკრეტულად ამ სამიზნეების ფუნქციის, მათი შინაარსის შესახებ მე ტექნოლოგიურ დეტალებში ვერ ვერკვევი, თუმცა აბსოლუტურად გასაგები არის პრინციპის დონეზე ის ინფორმაცია, რომელიც ამ ნიუსში გვაქვს მოცემული. ანუ ორი რაღაცა ტექნოლოგიური ობიექტია დაბომბილი, კვანძი, არ ვიცი რა დავარქვა, დანადგარები, რომლებიც უშუალოდ ნედლი ნავთობის გადამუშავებაზე არის პასუხისმგებელი. ერთ შემთხვევაში, აი AVT6-ის შემთხვევაში, რომელიც აქ გვაქვს მონიშნული, საუბარია იმაზე, რომ ეს ობიექტი წელიწადში 6 მილიონი ტონა ნავთობის გადამუშავებაზე იყო პასუხისმგებელი. მეორე შემთხვევაში AVT4-ის შემთხვევაში, რომელიც აქ გვაქვს, აი ამ შემთხვევაში, რომელიც იწვის, აქ საუბარია იმაზე, რომ 6 მილიონ ტონას გადაამუშავებდა წელიწადში და ფაქტობრივად ნიშნავს, რომ ეს ნავთობგადამამუშავებელი ობიექტი სრულად პარალიზებული არის, ვიდრე ამ მთელი ინფრასტრუქტურის აღდგენა არ მოხდება და ეს ერთ დღეში და ორ დღეში შეუძლებელია. შესაბამისად, ეს ყველაფერი გამოიწვევს დამატებით კრიზისს კიდევ რუსეთის ტერიტორიაზე. ექსპორტზე აღარავინ ლაპარაკობს, დიდი ხანია უკვე ბენზინის ექსპორტი რუსეთს აკრძალული აქვს შექმნილი კრიზისიდან გამომდინარე, ასევე აკრძალული აქვს დიზელის ექსპორტიც, პირიქით ეხვეწებიან ქვეყნებს, ჯერ კიდევ შემორჩენილ მეგობარ ქვეყნებს, რომ როგორმე ბენზინი მიყიდონ. საუბარია იმაზე, რომ შიდა მოხმარებისთვისაც ძალიან დიდ კრიზისს კიდევ უფრო მეტი შეემატება ამ კონკრეტული ობიექტების დაბომბვის შედეგად. კიდევ ერთი მასშტაბური ამბავი, რომელიც 2 დღის წინანდელია, მიხაილოვსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, სტავროპოლის რეგიონი. აქ განმეორებითი დარტყმა განხორციელდა, იმიტომ რომ გასული კვირების განმავლობაში სტავროპოლზე მანამდეც იყო შეტევა, აი ასე მასშტაბურად იწოდა ადგილობრივი ნავთობობიექტი. აქ გვაქვს კიდევ ფოტომასალა, შთამბეჭდავი, ცხადია, სხვადასხვა რაკურსიდან, სხვადასხვა დისტანციიდან გადაღებული. ჯოჯოხეთის ცეცხლს გავს დამეთანხმებით, ძალიან დიდ ზარალს განიცდის. ყოველ დღე უფრო და უფრო მეტ ზარალს განიცდის რუსეთის კონკრეტულად ნავთობ სექტორი, მათი ენერგოსექტორი, ესაც არის მიხაილოვსკის კადრები. ადგილობრივების კომენტარიც.
რუსეთის ტერიტორიაზე ვულკანური ამოფრქვევები გრძელდება, თუმცა მხოლოდ ნავთობ ობიექტები არ არის ცხადია. უკრაინელების შორის დისტანციის დარტყმების სამიზნე ამ შემთხვევაში დონეცკის ოლქი გვაქვს ოკუპირებული ნაწილი, სადაც რუსეთის მორიგ შეერაღების საწყობს დაარტყეს დაახლოებით 24 საათის წინ. კადრებს, რასაც ახლა თქვენ ხედავთ, ეს ასახავს განმეორებით დეტონაციას, ანუ მას შემდეგ რაც დაიბომბა საწყობი, იქ არსებული საბრძოლო მასალების აფეთქება ხდება და ესე ფეიერვერკის ეფექტს იძლევა. აქაც საინტერესო კომენტარი გვაქვს ადგილობრივის. Короче, что-то ебануло серьезное, нахуй. ხო, რუსების კომენტარებს მოგვიანებით კიდევ დაუბრუნდებით. არის ასეთი შემთხვევებიც, როდესაც არა მხოლოდ უკრაინული შორსმოქმედი დრონები და რაკეტები, არამედ თავად რუსების შეიარაღებაც აზიანებს თავისივე ინფრასტრუქტურას. ამ შემთხვევაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე არის საუბარი მოსკოვის გარეუბანში. თუ შემოგარენში, სადღაც მოსკოვის ოლქში მოკლედ, თავად რუსულმა წყაროებმაც დაადასტურეს თავდაპირველად განსხვავებული ინფორმაცია გავრცელდა. კიდევ ერთხელ აღვეждდნენ, რომ აი ტერორისტი უკრაინელები როგორ ბომბავენ თურმე საცხოვრებელ ზონებს. შემდეგ კი დაადასტურდა და გაირკვა, რომ ეს იყო რუსულივე საჰაერო თავდაცვის სისტემების ნამუშევარი, ასე ვთქვათ, მათ გაუშვეს დრონების ჩამოსაყრელად რაკეტები, ეს რაკეტები აცდა მიზანს, სამაგიეროდ დაეცა საცხოვრებელ ზონას და შესაბამის შედეგს აქ ხედავთ. ანუ თავიდანვე ძალიან აბსურდულად გამოიყურებოდა ის ამბავი, რომ ერთმა დრონმა მაგალითად ეს ნგრევა გამოიწვია, ეს აშკარად არის რაკეტის ეფექტი. ეს არის უფრო ძლიერი აფეთქება, ვიდრე აქვს ნებისმიერ უკრაინულ დრონს მისი საბრძოლო მუხტის მასიდან გამომდინარე და მოკლედ რუსების შემოქმედება თავისივე ხელით, რაც არ არის პირველი შემთხვევა და დიდი ალბათობით არც ბოლო. არც ის არ არის შემთხვევითი, რომ ეს მოსკოვის გარშემო ხდება, მოსკოვის ოლქში ხდება, იმიტომ რომ ძირითადად საჰაერო თავდაცვის სისტემების კონცენტრაცია სწორედ ახლა რუსეთის დედაქალაქში ხდება, იმისთვის რომ რაღაცნაირად მოსკოვის საზოგადოებაში კიდევ უფრო მეტად არ ადუღდეს ეს ემოციები იმ ფონზე, რაც უკვე ვნახეთ, ხო? ადგილობრივი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვა, რიგების აწვავზე, ფასების ზრდა და ასე შემდეგ. მოსკოვს განსაკუთრებით იცავენ, მაგრამ ამასობაში სხვა ბევრი ოლქი არის დაუცველი, მათ შორის 1000, 1500, 2000 და მეტი კილომეტრის დაშორებით რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან. ხო, საწვავის კრიზისი რომ წავდება, ამაზე ბევრს არ შევჩერდები, იმიტომ რომ უკვე რა ვიცი მე ასობით ვიდეო მაქვს მე მგონი ნაჩვენები, სადაც კილომეტრობით არის 5 კილომეტრიანი რიგები, მათ შორის რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ვაკვირდები იმას, რომ იძაბება, თავიდან თუ ხუმრობდნენ ხოლმე რუსები და რაღაცა ქილიკით იყვნენ დაკავებული, ახლა ძალიან მძიმედ არის საქმე, ემოციური ფონი პიკს აღწევს იქ და ძალიან გახშირდა ესეთ შემთხვევები, რომელსაც მაგალითად ახლა ხედავთ, რომ რა ვიცი ერთმანეთს დარეულები არიან, დიდი ჩხუბები იმართება ხოლმე ამ ნავთობ ბენზინგასამართ სადგურებთან. არის ერთი ამბავი მოკლედ რა ამ შემთხვევაში ჯგუფური ჩხუბი გვაქვს, აგერ ხელში არ ვიცი რამდენად გარჩევადი არის ეს კადრი ამ შემთხვევაში, მაგრამ რაღაცა ესენი ხელსაწყოები უჭირავთ დიდი ალბათობით. ას ჯოხები ჩანს რკინის, რომელსაც ერთმანეთს გამეტებით უქნევენ. მოკლედ რუსები სერიოზულ კრიზისში არიან და ახლა მთავარი არის რომ ეს აგრესია სწორად მიმართონ, სწორად არ არის აუცილებელი მაინც და მაინც ერთმანეთს დაერიონ. ეს ყველაფერი ლოგიკურად უნდა გადაიზარდოს პოლიტიკურ უკმაყოფილებაში და მიემართოს მთავარი შემოქმედისკენ. პრინციპში აი ეს გააკეთა ამ ახალგაზრდა ქალმა, რომლის ვიდეოსაც ახლა ჩააგირთავთ და მის განცხადებას მოგასმენთ. როგორც იქნა, აი დიდი ხანია ველოდები ესეთ მკაფიო მიმართვას და გამოჩნდა როგორც იქნა ასეთი ერთი ადამიანი, რომელმაც ყველაფერი აბსოლუტურად ობიექტურად დაალაგა. თქვა რომ არც ეს პრობლემები უცბად არ მოგვარდება, რასაც ამას პროპაგანდა ღაღადებს რუსეთში, არასაც პუტინიდან დაწყებული პოლიტიკური მაღალჩინოსნები პირდებიან და ვითომ აშოშმინებენ ხალხს, რომ არა ეს დროებითი პრობლემებია და ჩვენ ყველაფერს მოვაგვარებთ, ესე არ იქნება, ეს ქალი ამას ამბობს, ასევე ამბობს რომ ყველაფერი კიდევ უფრო უარესად იქნება, იმიტომ რომ კრიზისი დამძიმდება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამბობს რომ
ეს სიტუაცია არ შეიცვლება, ვიდრე იმას არ მოაშორებენ იქიდან, სადაც არის. Რა თქმა უნდა, პუტინს Это скоро закончится. Вы должны это очень четко понимать. Избавиться от всех иллюзий, что это скоро закончится. Это не закончится. Это будет продолжаться и дальше. Это будет разрастаться, это будет ухудшаться и будет эскалироваться. И до тех самых пор, пока война не закончится, до тех самых пор, пока Путин не выведет свои войска из Украины, из всей Украины, включая Крым, это все не закончится. Это будет продолжаться. Ваши дети будут не в безопасности. И это будет продолжаться на протяжении всего времени. А Путин не закончит войну, потому что Путину невыгодно заканчивать войну. Если Путин заканчивает войну, это значит, что ему придется разбираться со всеми проблемами, которые сейчас образовались из-за его войны. К нему придут с вопросами, к нему придут с проблемами, от него будут требовать решений. Когда в вашей жизни, когда за 26 лет какие-то ваши проблемы реально решались, нас вырастили в этом, нас сделали такими, что мы сейчас, блядь, охуеть, все самостоятельные, но мы не можем никого рассчитывать. Из чего вы взяли, что вы сейчас можете рассчитывать, что сейчас ваши проблемы решатся, что сейчас вас защитят? Когда кого-то ебали ваши проблемы? Откуда эти иллюзии, что сейчас что-то решится? Вы действительно считаете, что вы можете это переждать? Вы действительно считаете, что сейчас они там что-то договорятся, решат, и вся ваша жизнь наладится? Вы выросли в этой стране, вы живете в ней, вы знаете, как там все устроено. Откуда у вас эти мысли? Будет хуже. Будет хуже каждый день, будет хуже каждую неделю, каждый месяц, каждый год. И это будет длиться и длиться и длиться до тех самых пор, пока он у власти. КПРФ, не знаю, демократ, либерал, правый, насрать. Это не имеет значения. Абсолютно жизнь каждого. Каждого человека, без исключения, в России сейчас находится под угрозой. Если вы продолжаете отрицать этот факт, если вы продолжаете писать и говорить и утверждать, что это все какие-то внешние силы, с которыми якобы борется наше правительство, то у меня для вас плохие новости. Вы либо абсолютно долбоеб, либо трус, либо продажная шкура. Другого не дано. Если для вас действительно представляет какую-то ценность жизни россиянина, вы должны всем своим существом быть против происходящего и выступать за прекращение огня, за прекращение этой войны, за вывод российских войск с территории Украины, всей Украины без исключения. ხო, აქ ძალიან მნიშვნელოვანი ერთი დეტალი გამორჩა წინა სიტყვაობის დროს, რაც ამ ადამიანმა თქვა აბსოლუტური სიმართლე, რომ ეს ამბავი არ დამთავრდება, ეს პრობლემები არ მოგვარდება იმ დრომდე, სანამ ეს ომი არ გაჩერდება და სანამ რუსეთის ხელმძღვანელობა არ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ უკრაინის ტერიტორიიდან გამოიყვანოს საოკუპაციო ძალები. სანამ მთელი უკრაინიდან არ გამოიყვანენ ჯარებს, მათ შორის ყირიმის ტერიტორიიდან. ამას ორჯერ იმეორებს ეს ადამიანი და ნუ დანარჩენი გასაგებია, ხო? აბსოლუტური ილუზია ის, რომ ვინმეს კონდეს მოლოდინი, რომ არსებული რეჟიმის შენარჩუნების პირობებში, სანამ ის თავის ადგილზე არის და სანამ ის ფლობს ძალაუფლებას, პუტინი მანამდე არაფერი არ ეშველება, დანარჩენი თუ ვინმეს რამე მსგავსი ილუზიები გააჩნია, ეს არის აბსოლუტურად უსაფუძვლო, საკმაოდ აღელვებული და მართალი ხსნიდა აი ამ ამბავს მოკლედ ეს ახალგაზრდა ქალი. კრიზისი მძიმდება და ამას აქვს თავისი ძალიან კარგად დაგეგმილი წინაპირობები, რომელიც სრულდება ნაბიჯ-ნაბიჯ. ამ შემთხვევაში ერთ-ერთი ყველაზე ახალი და ეფექტური კამპანიის მთავარი შემოქმედი არის უკრაინის უპილოტო ძალები და მათი დრონების არმიის ერთ-ერთი მთავარი მეთაური რობერტ მადიარი. 14 ივლისის მონაცემებით უკვე განადგურებული არის რუსული ჩრდილოვანი ფლოტის 116 ხომალდი. 116 ეს ხდება მხოლოდ 9 დღის განმავლობაში. 6 ივლისის შემდეგ დაიწყო მასირებული დარტყმები რუსეთის ჩრდილოვან ფლოტზე, განსაკუთრებული აქცენტით ცხადია ნავთობგადამზიდავ ტანკერებზე, რომელიც მიემართებოდა ნაწილობრივ ექსპორტზე, ნაწილობრივ ყირიმის იზოლირებული ყირიმის მარაგებლად, უკრაინული დრონების ინტენსიური დარტყმების სამიზნეა და ამას ვერავინ ხელს ვერ უშლის, ვერც ძლევამოსილი რუსული ფლოტი. აზოვის ზღვა სრულად პარალიზებული არის, ამაზე გიყვებოდით ჩემ წინა ვიდეოში. აზოვის ზღვაში ნაოსნობა ოფიციალურად აკრძალა უკვე რამდენიმე დღეა რუსეთმა და ხედავთ რომ იქ ჩარჩენილ ტანკერებს ერთმანეთის მიყოლებით აი ასე ანადგურებენ.
აქ არის გარკვეული ელემენტები ამ ვიდეოში, რომელიც იქნება ნაჩვენები და შესაბამის მომენტებში დავაპაუზებ, სადაც ჩანს, რომ რაღაცა ხერხებს იგონებენ იმისთვის, რომ დრონებისგან თავი დაიცვას, როგორც ჩანს თავად მეზღვაურები. აქ თუნდაც ამ კადრში ჩანს შორი რაკურსიდან, მაგრამ აღიქმება, რომ არის ბადეები აი ამ გემბანის ნაწილთან განლაგებული, განთავსებული, ისევე როგორც ტანკების შემთხვევაში არის ხოლმე და ჯავშან ტექნიკის ეს ბადეებით რომ იღბავენ, დაახლოებით ეგრე შენიღბეს ეს გემებიც, თუმცა როგორც ფაქტია დავხედავთ, ამ ამბავმაც არ უშველა. შესაძლოა მეტნაკლებად უშუალოდ გემბანის ნაწილი, სადაც ეს ეკიპაჟის წევრები არიან, ის დაიცვას, მაგრამ დიდწილად ვერაფერს ვერ შეცვლის მთლიანად ხომალდის დაზიანების შემთხვევაში. აი აქ დავაპაუზებ და აქ გამოჩნდება ეს ბადეები. აი ამაზეა საუბარი. ნახეთ, აი აქ აშკარად ჩანს, რომ რაცა ბარიერი არის მეტალის შექმნილი. გავაგრძელოთ. თუ არ ვცდები, სხვა კადრებშიც გამოჩნდება დაახლოებით იგივე. ეხლა ნახავთ. აი აქ დააკვირდით ამ ნაწილში. კი ბატონო. აი აქ ძალიან კარგად ჩანს. ცოტა გვერდიდან არის რაკურსი და კარგად აღიქმება, რომ ეს ჩამოფარებული არის ეს მეტალის კონსტრუქციები, მოკლედ იმისთვის, რომ დაიცვან გემები, მაგრამ საბოლოოდ ეს შედეგს დიდად არ ცვლის. მოკლედ, მხოლოდ გასულ ღამეს უკრაინელმა დრონის ოპერატორებმა აზოვის ზღვაში გაანადგურეს +11 ხომალდი და საერთო რაოდენობა 116-მდე გაიზარდა, როგორც უკვე ვახსენე. გავაგრძელოთ, შემდეგ რა გვაქვს, ხო ამ სტოპ ფოტოზე, სტოპ კადრზე, ასე ვთქვათ, არის ნაჩვენები ის, რაც მე უკვე მოგიყევით პრინციპში და აღარ შევჩერდები, როგორც ცდილობენ ამ ბადეებით დაცვას. ეს არის უკვე თვითმხილველების მიერ გადაღებული კადრები, როგორ იწვის აზოვის ზღვაში ეს ჩარჩენილი ტვირთ მზიდი ხომალდები, ზოგ შემთხვევაში მშრალი ტვირთის გადამტანები, ზოგ შემთხვევაში ნავთობტანკერები 1 2 3 4 5 6 ხომალდი ერთ კადრში არის მოხვედრილი, რომელთაგან 1 2 3 მინიმუმ იწვის. შესაძლოა იქაც სხვაგანაც იყოს დაზიანებები და არ ჩანდეს, ან უკვე ჩამქრალი იყოს იქ ცეცხლი კაცმა არ იცის. აქ კი ჩვენ გვაქვს უშუალოდ კადრები მიფრენის, დრონების მიფრენის, სადაც ჩანს არა მხოლოდ ხომალდების, არამედ საპორტა ინფრასტრუქტურის დაზიანებაც. არაერთი წერტილია, საიდანაც ყვავრი ამოდის და ჰაერში არის უამრავი დრონი. კიდევ ერთი დაშვება. ესაც კიდევ ერთი. მუსიკალური გაფორმებით თუ იმშელებთ, სულაც არ არის გამორიცხული, რომ აქ თურქები ან აზერები იყვნენ, რა გითხრათ, აბა. მეზღვაურების გადაღებული კადრები არის ხოლმე ძირითადად ესენი, რომელიც ვრცელდება პორტებიდან და უშუალოდ ამ ხომალდების გემბანებიდან. აქ იყო ეს საინტერესო კადრი, რომელიც მათ შორის ზელენსკის სკოლაშიც მოხდა, ტურისტების პერსპექტივიდან, მოდი ასე ვთქვათ, ტურისტების პერსპექტივიდან. სანაპირო ზოლიდან გადაღებული კადრი, სადაც ჩანს, რომ ხალხი აქ ისვენებს, წყალში არიან შესული, ცურავენ და ოდნავ მოშორებით იქით კიდევ ერთი განადგურებული ტანკერი დატივტივებს. ასეთი ამბავიც გვაქვს, შემდეგი გავაგრძელოთ. ხო, მივადექით ასევე ძალიან საინტერესო სიახლეს. FSB-ს სანაპირო დაცვის ხომალდი ჩაძირეს ნოვოროსისკთან ახლოს უკრაინელებმა, წყალზე და დრონის გამოყენებით, ცოტა ხანში გაჩვენებთ, რომელი დრონის გამოყენებით უფრო ზუსტად, სარგან 3000 ტიპის უპილოტო აპარატზე არის საუბარი. რაც შეეხება თავად ამ ხომალდს, მისი მონაცემები არის აქ ნაჩვენები, როგორც ხედავთ, საკმაოდ ისეთი დიდი და მნიშვნელოვანი ხომალდი გაუნადგურეს მორიგი რუსეთის ფლოტს სანაპირო დაცვას უფრო კონკრეტულად და ამ ხომალდსაც როგორც აღმოჩნდა გარკვეული პრეისტორია აქვს, რომელზეც ახლა მოგიყვებით, ეს არის დრონი, რომლის გამოყენებითაც უპილოტო აპარატი, წყალზე და დრონი, რომელიც გამოიყენეს ამ ხომალდის ჩასაძირად, სარგან 3000
როგორც ჩანს, მას აქვს საკმაოდ დიდი საბრძოლო მუხტი განთავსებული, რომ საკმარისი აღმოჩნდა ერთი დარტყმა ამ დიდი სანაპირო დაცვის ხომალდის ჩასაძირად და აქ ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ დაზიანებაზე არ არის საუბარი. უკრაინული წყაროები ოფიციალურად ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ეს სანაპირო დაცვის ხომალდი უბრალოდ განადგურებულია, ის არის ჩაძირული. საპატრულო ხომალდი. ხო, აი აქ არის ნაჩვენები მოკლედ 2018 წლის 25 ნოემბერს გადაღებული კადრები, როდესაც მათ შორის აი ამ კონკრეტული სანაპირო დაცვის ხომალდის ჩართულობით რუსულმა გემებმა ქერჩის სრუტესთან, რაც არის სწორედ სიმბოლური ამბავი ასევე გადაუკეტეს უკრაინულ ხომალდებს, იქ გაუხსნეს ცეცხლი უკრაინელ მეზღვაურებს, 6 ჯარისკაცი დაშავდა, 6 მეზღვაური, 24 ეკიპაჟის წევრის 3 სხვადასხვა ხომალდიდან დაატყვევეს მაშინ და სწორედ FSB-ს ხომალდი მონაწილეობდა ამ ამბავში. ახლა ვნახავთ ამ კადრებს, რომელიც სწორედ ამ ხომალდიდან არის გადაღებული 2018 წელი. Керчи сруте. Давай, молодец. Дави его справа. Дави справа, блядь. ესენი რუსი მეზღვაურები Я его არიან. здесь приму, блядь. და ეხლა გადაუღობავენ გზას უკრაინულ ხომალდს. Давай, давай, блядь. რომელსაც პირდაპირ корпуსზე შეეჯახებიან. Лево 5, лево 10. Стой, машина. Стой, машина. Есть лево стопе. Лево на борт. Есть лево набор. Руль лево набор. Назад. Назад, блядь. Назад. Даю назад. Давай, блядь. Дай, блядь, держаться всем, блядь. Сука, блядь. Лево на держаться. На борту. Шип, Марк. 8:21. Вперед, машина 4 вперед. Лево на борт. На борту. Лево. Машина. Назад. აი ასე იცვლება მოკლედ დრო და მოცემულობა. ამ დროს 2018 წელს რუსები როგორ აგრესიულად ახდენდნენ, ხო, ამ ძალის დემონსტრირებას და უპირატესობას აჩვენებდნენ უკრაინელ მეზღვაურებზე. ესროდნენ მათ, აზიანებდნენ, აპატიმრებდნენ და ეს ხდებოდა სწორედ იქ, სწორედ აზოვის ზღვაში, სწორედ ქერჩის ხიდთან ახლოს, სადაც დღეს ხვირს ვერ ყოფენ რუსი მეზღვაურები, სადაც მათი იმის თავიც არ აქვთ და იმის რესურსი არ გააჩნიათ, რომ საკუთარი კომერციული ფლოტი დაიცვან. საერთოდ პორტებიდან ხვირს ვერ ყოფენ ისინი და უამრავი ხომალდი არის განადგურებული, ერთ-ერთი სწორედ აი ეს საპატრულო FSB-ს ხომალდი, რომელიც ფსკერზეა, კიდევ ერთხელ ღირს ეს ამბავი იმათ, რომ გავიმეოროთ. გავაგრძელოთ ახლა უპილოტო სისტემების ძალების ნამუშევარზე და შედეგებზე საუბარი. ამ შემთხვევაში ამ კონკრეტულ ვიდეოში მოცემული არის კოლაჟი, სადაც ჩანს რუსეთის არმიის საჰაერო თავდაცვის სისტემების განადგურება. ნუ ასე ვთქვათ, დარჩენილი საჰაერო სისტემების განადგურების პროცესს ვადევნებთ თვალს უშუალოდ ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე. კონკრეტულად აქ საუბარია იმაზე, რომ მათ შორის გასულ ღამეს S-400-ის გამშვები გაანადგურეს, Tor M2-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა გაანადგურეს, Pantsir S1 გაანადგურეს და ასევე დაარტყეს საკმაოდ ძვირად ღირებულ რადარს ორ ერთეულ ნება-უს ტიპის სარადარო სისტემას. ეს ხდებოდა 12 ივლისს, უფრო რომ დავაკონკრეტოთ და ჯამში 13 დარტყმა განხორციელდა აი ასეთი ტიპის სამხედრო ტექნიკის გასანადგურებლად. ნახოთ ახლა ეს კადრები შესაბამისად არის დათარიღებული, არის შესაბამისი ასევე მონიშნები. აქ მაგალითად საუბარი არის იმაზე, რომ S-400-ზე ხდება აი ამ კონკრეტული დარტყმის მიტანა, S-400-ის გამშვები არის. ავაჩქარებ ცოტა რომ დრო ნაკლები წაიღოს. შემდეგ გვაქვს Tor M2, აი აქ რაღაც ქარსაცავ ზოლში დამალული იყო, მაგრამ განადგურდა, ეს უკვე არის Pantsir-ი, რომელიც აქ იწვის.
ხო, აქ საინტერესო ამბავია და ბარემ მოგიყვებით. აქ არის ნაჩვენები რაღაც ნახევრად მიწის ქვეშ იყო ჩაყვანილი ეს საჰაერო თავდაცვის სისტემა, როგორც ჩანს სპეციალური სადგომი მოაწყეს იქ, რომ უფრო მეტად დაცული ყოფილიყო, თუმცა აღმოჩნდა, რომ სადაზვერვო დრონებმა დააფიქსირეს ეს ლოკაცია და შესაბამისად ზუსტი დარტყმა გვაქვს აი აქ, აი ამ მიწის ქვეშა სადგომზე და შემდეგ გვაქვს კადრი, სადაც ჩანს, რომ ეს ადგილი იწვის. ანუ პანცირის ტიპის ეს საჰაერო თავდაცვის სისტემა ვერ გადარჩა და ბოლო კადრებში ჩვენ ვხედავთ ნებაუს ტიპის სარადარო სისტემების განადგურებას. ერთი ის ღამის კადრი და მეორე ეს უკვე დღის კადრი გვაქვს, სადაც ნებაუს სარადარო სისტემა აშკარად მოქმედებაშია, ტრიალებს და ხდება მისი განადგურება. შემდეგი ეს ნიუსი უკვე ეხება ლოჯისტიკის განადგურებას, აქ არის ნაჩვენები ლუჰანსკის ოლქი, ოკუპირებული ტერიტორია და ერთ-ერთი ესეთი ლოჯისტიკური ჰაბი ქონდათო შექმნილი, ამაზეა საუბარი რუსებს, სადაც არაერთი დატვირთული სატვირთო ავტომობილი იდგა და დრონების მიფრენის შედეგად უკრაინული დრონების ფრაგმენტებს ხედავთ მათ შორის აი ამ ფოტოზე. განადგურდა მთლიანად ეს ინფრასტრუქტურა, დაიწვა სრულად ეს სატვირთო ავტომობილები. მათ შორის ესენი, რომელიც ამ ფოტოში ჩანს. აქ უკვე უშუალოდ მოძრაობის პროცესში ლოჯისტიკის და რუსული არმიის მომარაგების ხაზების განადგურება არის ნაჩვენები, მათ შორის დარტყმა არის აქ მატარებელზე, საკმაოდ ზუსტი აფეთქება და რადგან ამ კოლაში შეიტანეს დიდი ალბათობით ამ ვაგონების შეჩერება მოხერხდა, აქ ხედავთ უკვე სატვირთოების კოლონას და მინდა რომ თქვენი ყურადღება მივაქციო ამ მონიშნებს სამიზნეებში დრონების ობიექტივის ვიზუალში ხედავთ რომ რამდენი მონაცემი არის ნაჩვენები, როგორ ხდება სამიზნეების ჩაჭერა, მათი თვალყურის დევნება, მიდევნება. ძალიან ზუსტია რა თქმა უნდა ეს ტექნოლოგიები, მიძლება ჯერ ერთი რა კარგი გამოსახულებას იძლევა, ხო ეს ყველაფერი ხდება ფრონტის ხაზიდან, სადღაც 100-150 კილომეტრში, მაგრამ ესეთი სიზუსტით მუშაობენ. ბევრი ისეთი სისტემა მუშაობს, რომელიც ავტომატურად არჩევს და ურტყამს სამიზნეებს და სიზუსტეს განაპირობებს, ნაწილობრივ მართვაზე პასუხისმგებლობა ცხადია აქვთ დრონის ოპერატორებს და რიგ შემთხვევებში ისინი მანევრირებასაც ახერხებენ ხოლმე, როდესაც საჰაერო თავდაცვის სისტემები ან ვინმე ჩასაფრებული მობილური ჯგუფებიდან ცდილობს, რომ ტყვიან ფრქვევის ცეცხლით მაგალითად ჩამოაგდოს ეს დრონები. ნახეთ რა სიზუსტეებია და რამხელა ტერიტორიებზეა საუბარი, ხო წარმოიდგინეთ უბრალოდ 100 და 150 კილომეტრი პატარა მანძილი არ არის ასეთი ოპერაციებისთვის, უბრალოდ წარმოიდგინეთ რამხელა მანძილზე არის საუბარი, სადაც ვიღაცა პულტით ზის უსაფრთხო ადგილას და ასე მარტივად და ზუსტად ანადგურებს მოწინააღმდეგის სამხედრო გადაზიდვებს ამ შემთხვევაში. კარგი. მოდი აღარ შევჩერდეთ დიდი ხანი ამ ვიდეოზე, გავაგრძელოთ სწრაფად გადავიდეთ. გასაგებია ხო, რაც ხდება. ყოველთვიურად არის ასეულობით ასეთი ამბავი, ბოლო 3 თვის განმავლობაში სტატისტიკა აჩვენებს, რომ საშუალოდ 300 ერთეულ საწვამზით ან სატვირთო ავტომობილს ანადგურებენ გზაზე. ცალკე არის ალბათ სტატისტიკა, რომელიც სარკინიგზო ხაზებზე დარტყმებს ეხება. ეს კადრები კი ამ შემთხვევაში აჩვენებს უბრალოდ ესე ფრონტის ხაზის ყოველდღიურობას, FPV კამიკაძე დრონებით უკრაინელები ამუშავებენ მოწინააღმდეგის ჯავშან ტექნიკას, მათ სატრანსპორტო საშუალებებს და ცოცხალ ძალას ცხადია. სიკვდილის ზონები ფრონტის მთელ ტერიტორიაზე, აი ასე გამოიყურება. რატომღაც რუსები რიგ შემთხვევაში ცდილობენ მაინც ჯიუტად რომ ტექნიკით იმოძრავონ და ყველა ასეთი მცდელობა წარუმატებლად სრულდება. შესაბამისად გზებზე არის ნამდვილი სასაკლაო. მოდი არ დაგვიბლოკოს ეს ვიდეო და გადავახვევ, არ არის საჭირო, მოკლედ ყველაფერი რაც მოძრაობს ძალიან მარტივად არის იდენტიფიცირებადი და შემდეგ უკვე ექვემდებარება განადგურებას დრონის ოპერატორების მხრიდან. აი ეს არის სწორედ მთავარი მიზეზი, რის გამოც ფრონტის ხაზი დიდწილად არის უძრავი, რაც არ უნდა ამტკიცოს პუტინმა და გერასიმოვმა, რომ რაღაცა დიდ შედეგებს დებენ თურმე და
ქალაქს იღებენ, ეს სიმართლეს არ შეესაბამება, იმიტომ რომ უბრალოდ არ იძლევის ფრონტის ხაზი პატარ-პატარა ეგრეთ წოდებული დროშის ოპერაციებს თუ არ ჩავთვლით და განსაკუთრებით დიდი მიძალების და განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალის გაჟლეტვის ხარჯზე, იგივე კონსტანტინივკას გარშემო ნაცრისფერი ზონის გაფართოებას თუ არ ჩავთვლით, რომელიც პუტინმა ცოტა ხნის წინ აღებულ ქალაქთა შორის, როგორც თვითონ უწოდებს ხოლმე, გათავისუფლებულ ქალაქთა შორის დაასახელა, თუმცა ეს რეალობას არ შეესაბამება. აი ეს არის ეგრეთ წოდებული მობილური ჯგუფის მუშაობა ამ შემთხვევაში რუსების ნაჩვენები, რომლებიც ესე ბუხანკიდან ამოყოფილი პულიმეტებით ცდილობენ რომ დრონები გაანეიტრალონ და ასე დაიცვან მათი ტვირთების მოძრაობა მაგისტრალებზე, მაგრამ ხშირ შემთხვევაში უკრაინელების სამიზნე სწორედ ასეთი მობილური ჯგუფები ხდებიან ხოლმე, ისე როგორც ამ შემთხვევაში მოხდა. აი ესე. ეს არის ბოლო კადრი აი ამ რუსის სამხედროსი, რომელმაც თავი შესწირა რუსული სამხედრო ტვირთების დაცვას უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. და ბოლოს ძალიან სახალისო ვიდეოთი მინდა დავასრულო. ეს ეპიზოდი დიდი გამოხმაურება მოყვა ამ კადრებს. სიმართლე რომ გითხრათ, პირველად როდესაც ვნახე 2 დღის წინ, მეგონა რომ ეს იყო რაღაც AI-ით გაკეთებული ვიდეო, იმდენად კომიკურად გამოიყურება, თუმცა არა, მოგვიანებით აღმოჩნდა რომ ეს რეალური კადრები არის და მორიგი აბსურდი. ხო, ალბათ სიმბოლურია რომ უკრაინელების ტექნოლოგიური გარღვევების შესახებ საუბრით დავიწყე ეს ეპიზოდი და წარმოუდგენელი ოპერაციით და ვასრულებ ამ შემთხვევაში რუსების ბრჭყალებში ტექნოლოგიური გარღვევებით. მოკლედ რა ქნეს? მე სამხედრო შეიარაღების ექსპერტი არა ვარ, თუმცა ბევრის კომენტარი წავიკითხე, იგივე გიგაინაშვილსა და ძალიან საინტერესო პოსტი Facebook-ზე და ვისაც ყავთ ხელი მიგიწვდებათ, შეგიძლიათ გადახვიდეთ, ნახოთ. გიგა ყოველთვის კომპეტენტური არის ხოლმე, ის წერდა კონკრეტულ მახასიათებლებზე. საუბარი არის იმაზე, რომ ეს ტყვიან ფრქვევი, მძლავრი ტყვიან ფრქვევი, რომელიც სხვილ კალიბრიან ტყვიებს ისვრის, წამში რაღაც n რაოდენობით და გათვლილი არის იმისთვის, რომ უნდა ეყენოს ვერტმფრენზე და შესაბამისად უნდა იყოს ძალიან ძლიერად დაფიქსირებული. ამ ნიჭიერებმა გადაწყვიტეს, რომ შეუძლიათ რომ ვერტმფრენიდან მოხსნან და დააყენონ რაღაც ამ სატვირთო მანქანაზე და ჩამოაგდონ ამ ტყვიან ფრქვევით უკრაინული დრონები. აი რით დამთავრდა ეს ამბავი, ვისაც არ გინახავთ ეს კადრები, დარწმუნებული ვარ, რომ ბევრჯერ უკან გადაახვევთ კიდევ დაახლოებით 20 წამით. სულ 20 წამი გრძელდება ეს ვიდეო. Тачка, чё? Тачка. Тихо. კიდევ ერთხელ ნახოთ. გასაგებია ხო, ანუ გასროლის მომენტში ეს მძლავრი ტყვიან ფრქვევი ცალმხარეს ესე უკუდარტყმას იწვევს და შესაბამისად ის უნდა იყოს ძალიან მყარად დაფიქსირებული, რომ რეალურად მისი გამოყენება გახდეს შესაძლებელი და სრული კრახი განიცადეს მოკლედ აი ამ ჩიგრებმა და ძალიან შემთხვევით გადაურჩნენ აი ამ ექსპერიმენტის დროს, რომ საერთოდაც სიცოცხლე არ დაკარგეს. ძალიან გაუმართლოთ პრინციპში, მაგრამ ის როგორ გაფრინდა, ეს ძალიან მაგარი სანახაობა. ხო, მოკლედ გვაუცებს რუსეთს შეიარაღებული ძალები, ასე მხიარულ ნოტაზე დავასრულებ დღევანდელ ეპიზოდს. წინ ახლო მომავალში დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ამბავი გველოდება. სასწაული ტემპია, ყოველდღე იმდენი რამე ხდება, რომ ხანდახან ვერ ვეწევი კიდევაც, მაგრამ ვცდილობ ხოლმე, რომ მაქსიმალურად ის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები ამოვკრიბო და ის შემოგთავაზოთ ჩემს მიმოხილვებში. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მოკლედ ყურადღებისთვის და ლაიქეთ ვიდეო თუ არ დაგილაიქებიათ, დაწერეთ კომენტარებში თქვენი მოსაზრებები, რას ფიქრობთ, როგორ წავა პროცესი. ასევე გამოიწერეთ არხი თუ არ ხართ გამომწერები, ამდენი ხანი თუ მიყურებდით ამ ვიდეოს, თუ უყურებდით სხვა ვიდეოებიც თუ გაქვთ ნანახი, ესე იგი საინტერესოა თქვენთვის და ძალიან გასაკვირია, რომ არის ისეთი შემთხვევები, რომ უყურებენ, მაგრამ არ არიან გამომწერები. ასევე მადლობა მათ, ვინც ჩართულია დონაციაში, თქვენ განსაკუთრებული ხალხი ხართ. ძალიან დიდ
სტიმულს მაძლევთ და ძალიან მნიშვნელოვანი არის თქვენი თანადგომა, ვისაც გსურთ რომ ჩაერთოთ დონაციაში და ხელი შეუწყოთ ამ კონტენტის განვითარებას, ჩემი საქმიანობის გაგრძელებას, ჩაერთეთ თქვენს ანგარიშის ნომერი, PayPal-ის ლინკი, Patreon-ის ლინკი არის ვიდეოს აღწერაში და Patreon-ზე მაგალითად შეგიძლიათ რომ ყოველთვიური სპონსორობა აირჩიოთ და $5, 10 ან $15 გახდეთ ჩემი პირადი სპონსორები, ასე ვთქვათ. ხო, ამ თემაზე კიდევ ერთი ვიდრე დაგემშვიდობებით, ჩემ წინა ვიდეოზე ერთი კომენტარი შემხვდა, რომელიც საკმაოდ ესეთი არასასიამოვნო იყო და ვეცდები რომ კორექტულად უპასუხო, რა თქმა უნდა, ვინმე ლევან განჯელაშვილი ეს დრამის წერდა აქ, ხედავთ თქვენც ხო, რომ ყველა ფულს როგორ მათხოვრობს თუ არ გაქვს და არ შეგიძლია შეეშვი ამ ბლოგერობას, ანუ მე მომიწოდებდა რომ რატომ მოუწოდებ ხალხს რომ ჩაერთოს დონაციაში. მოდი პირდაპირ არ უპასუხებ არაფერს ამ ადამიანს. უბრალოდ ვიტყვი იმას, რომ სხვების გასაგონად ვიტყვი რა. მთელ მსოფლიოში არსებობს ესეთი პრაქტიკა და კულტურა, მოდი ესე დავარქვათ, რომ დამოუკიდებელ კრეატორებს, მიმომხილველებს, პროექტებს, არ ვიცი, უამრავ კრეატორს დონაციით ეხმარებიან. ამისთვის YouTube-საც აქვს მაგალითად membership-ის პროგრამა, რომელიც საქართველოში სამწუხაროდ არ მუშაობს, სხვა ქვეყნებში ბევრგან მუშაობს და იგივე Patreon-ი და სხვა ბევრი პლატფორმა შექმნილი არის ზუსტად აი აქედან გამომდინარე, რომ საზოგადოებას ადეკვატურ ძალიან ბევრ ადამიანს აქვს იმის განცდა, თანამონაწილეობის განცდა, რომ ხელი შეუწყოს მსგავსი პროექტების განვითარებას. და ამასაც აქვს თავისი არგუმენტები. იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ ხო, თუნდაც საქართველოში რა ხდება. სადაც არის მედიაში პოლიტიკური ფული, ყველა რაღაცა შესაბამის სიმღერას მღერის, ხო? ძალიან ლოგიკური და გასაგები არის ის, რომ განსაკუთრებით ჩვენ რეალობაში, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ რუსეთის ხელისუფლება მილიარდებს დებს პროპაგანდაში, პრორუსული ნარატივის გავრცელებაში. საქართველოში მედიაში არის უმძიმესი მდგომარეობა, არხები ერთმანეთის მიყოლებით იხურებიან, ვინც დარჩა კრიტიკული, ასე ვთქვათ, სარედაქციო პოლიტიკის, ისინი იძულებულები არიან, რომ ძალიან მტკივნეული გადაწყვეტილებები მიიღონ და ან უხელფასოდ ამუშავებენ თანამშრომლებს ენთუზიაზმზე, ან უშვებენ უბრალოდ სამსახურიდან და შემცირებები აქვთ და ამაზეც იყო ბოლო დროს ამბები. და მათაც აქვთ ძალიან შეზღუდული რესურსი, რომ გაწვდნენ ყველა თემას. განსაკუთრებით, არ ვიცი, ალბათ ბევრი დამეთანხმებით, რომ თუ გადახედავთ იგივე რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობას, ვერ ეთმობა შესაბამისი დრო, ასე საფუძვლიანად და უწყვეტად და მთელი რიგი კონტექსტების გათვალისწინებით ამ ტიპის მიმოხილვებს ქართულ მედიაში ფაქტობრივად არავინ არ აკეთებს. ამ ყველაფერს მე ვაკეთებ დიდწილად ჩემი პროფესიული პრინციპებიდან გამომდინარე, ჩემი პირადი ენთუზიაზმიდან გამომდინარე, ჩემი პირადი პოზიციიდან გამომდინარე. და ახლა აი ამ მთელი შრომის, ამდენი დროის და ამხელა, რა ვიცი, რესურსის ფონზე ვინმე ლევანი, მე მეუბნება თურმე რომ მათხოვრობ და თუ არ მაქვს რას ბლოგერობ მისი სიტყვებით რომ თქვა და შევეშვა. არავითარ შემთხვევაში არ შევეშვები, იმიტომ რომ მე თავიდან ბოლომდე მაქვს გააზრებული, რას ვაკეთებ, რატომ ვაკეთებ და ძალიან კარგად მესმის მნიშვნელობა იმის, რასაც ვაკეთებ. და რაც შეეხება ფინანსურ მხარდაჭერას, ეს არავისთვის ძალდატანებითი არ არის. ყველა უყურებთ უფასოდ და თუ გაინტერესებთ, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ რაც შეიძლება მეტ აუდიტორიას მივწდე, მაგრამ თუ ვინმეს გააჩნია სურვილი, რომ ჩაერთოს დონაციაში, თუ ვინმეს გააჩნია სურვილი, რომ მე წამახალისოს და დამატებითი სტიმული მომცეს არსებობისთვის მინიმუმ, ეს არის დამატებითი რაღაც სოციალური პასუხისმგებლობა, ინდივიდუალური პასუხისმგებლობა და ძალიან დიდი მადლობა მათ, ვინც ამას აკეთებს, ხო, თუნდაც ის მცირე ადამიანების რაოდენობა, ვინც ამას აკეთებს. ეს არის და ეს რა ვიცი, აბა, რატომ უნდა შევეშვა, ან რატომ მათხოვრობ, მით უმეტეს რომ ეს კიდევ ვიმეორებ, მთელ მსოფლიოში დანერგილი პრაქტიკა არის, რომ ასე ხალხი ერთმანეთს სტიმულს აძლევს და დამოუკიდებელ მედია პროექტებს ავითარებს და ამას კიდევ სხვა გააზრება ჭირდება, რამდენად მნიშვნელოვანი არის დამოუკიდებელი
მედია პროექტების განვითარება. მოკლედ, ძალიან გამიგრძელდა მე მგონი, მაგრამ აუცილებლად უნდა მეპასუხა ამისთვის ძალიან დამამცირებელი და ძალიან, რა ვიცი, უადგილო კომენტარი იყო ჩემო ლევან და, რა ვიცი, თუ ნახავ ამ ვიდეოს და თუ ამ ჩემ პასუხს მოისმენ, იმედია დაფიქრდები და შესაბამის დასკვნებს გამოიტან. ხო, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ქართული კომპანიები მოგეხსენებათ, როგორ ჩირგვებში არიან ჩამჯდარი, მე არ მყავს რაღაც კომპანიების სპონსორები, ძირითადად ესეთ კონტენტს ისინი არ ეკარებიან, თავს არ აიტკიებენ მოგეხსენებათ, არც ველოდები, ვიდრე რაღაც სიტუაცია არ შეიცვლება ამ მხრივ. ხო, და მით უმეტეს ამ რეალობაში კიდევ დამატებით, სადაც ვიღაცები მარტო ჭამასმას აფინანსებენ და რაღაც მსგავს გასართობ კონტენტს. არ მესმის ესე უტაქტოთ რანაირად შეიძლება გამოხატო აი ესეთი პოზიცია. ხო, სულ ეს არის მოკლედ რაც მინდოდა ამ თემაზე მეთქვა, მეც აღარ გავაგრძელებ. მე მგონი მაქსიმალურად კორექტულად გავეცი პასუხი ამ რეპლიკას, რომელიც არც ისეთი კორექტული იყო და რაც არის ეგ არის მოკლედ. მე ვაგრძელებ საქმის კეთებას, ეს არხი არ გაჩერდება ნებისმიერ შემთხვევაში, მე ამის დიდი იმედი მაქვს და ასევე დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ყველა მხრივ კარგად იქნება. შესაბამისად, დარჩით ამ არხის მაყურებლებად, დაელოდეთ შემდეგ ეპიზოდს, იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე დაგიბრუნდებით. ნახვამდის.